რუსთავში ოქსიგენ ფესტი იწყება. უკვე ტრადიციულად ქცეული მუსიკალური ფესტივალი სტუმრებს 2 დღის განმავლობაში უმასპინძლებს. ღონისძიება 8 საათზე რუსთავის სკოლების მედალოსნების დაჯილდოებით დაიწყება. ცერემონიის შემდეგ ოქსიგენ ფესტის მუსიკალურ ნაწილს ანსამბლი თუთარჩელა გახსნის, ფესტივალის მთავარ სცენას კი ჯეობიტ პროდაქშენი და ჯგუფი ფრანი დაიკავებენ. ხოლკე სტუმრებს დესპანის, ოჩოს ქოხის, მუროს და რეგიონის კონცერტებზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ. ჩატარდება ტრადიციული ფიშ ფესტიც. საფესტივალო სივრცე რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზეა მოწყობილი. ოქსიგენი რუსთავის ცენტრალური პარკის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე გაიმართება. მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი წელს იმით, რომ ოქროს მედალოსნების დაჯილდოებაც მოხდება სწორედ ფესტივალის ფარგლებში, ასე რომ გელოდებით თითოეულ რუსთაველს დაგიწევთ ყველას იმისთვის, რომ ისიამოვნოთ და დატყვეთ გემოვნებიანი მუსიკით. მთავარი მიზანი გახდათ ის, რომ ციხის ტერიტორიაზე ისტორიულ ნაწილში რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაჩენონ და კითხვა რა არის, როდინდელია, რა ისტორია აქვს და ფესტივალის დავალებაც ეს არის, შეკრიბოს ადამიანები იმ თემის ირგვლივ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.